კიდევ ერთი უწყება, რომელსაც ახალი ხელმძღვანელი ყავს, ეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია. კოტე სურგულაძე მთავრობის კანცელარიაში მისმა წინამორბედმა პაპუნა დავითაია მიიღო. სახელმწიფო მინისტრის აპარატი გადაიბარა მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმაც. პირველი სამუშაო დღე გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა მინისტრებმა მთავარი პრიორიტეტები კიდევ ერთხელ დაასახელეს. იმ პროფესიონალების გუნდი, რომელიც მუშაობდა ევროკავშირზე და ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით, ჩემი სურვილი გამოვხატე, რომ მათ განაგრძონ ამ მიმართულებით მუშაობა და არანაკლები შემართებით. იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ყველანაირად გადავდგავთ იმისათვის და ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დავაახლოვოთ საქართველოს მის სანოკვარ მიზანს და ოცნებას, რომელიც არის ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი ოცნება ევროპაში საქართველოს ღირსეული ადგილის დაკავება და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. გარემომ თვითონ იმ ეკონომიკურმა სიტუაციამ, ახალმა სამუშაო ადგილებმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი თანამემამულეების დაბრუნება. ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად და ეტაპობრივად, არასტიქიურად. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს უშლით ჩამოსვლას დაბრუნებას ან პირიქით ვეუბნებით, რომ აუცილებლად ჩამოვიდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად. რა თქმა უნდა, ვისაც უნდა თავისი ბიზნესის დაწყება, ვისაც უნდა ან თავისი ბიზნესის გადმოტანა საქართველოში, მივესალმებით, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას და ამას მოყოს კიდევ სხვა ნაკადი. ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით პროექტი ავამოქმედეთ, ეს იყო საკვირაო სკოლებისათვის სპეციალური პროგრამების შექმნა, ეს იყო კულტურული პროგრამები, რომელიც ზრუნავდა ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებზე და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ წლების მანძილზე, იყო სპეციალური კანონმდებლობის შექმნა, რომლითაც მათ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს, მათ შორის მათაც, ვინც ჩვენი მოქალაქეები არ არიან, მივეცით სპეციალური სტატუსი და სპეციალური უფლებები ამ ქვეყანაში. ძალიან მიხარია ის, რომ ახალი ხელმძღვანელობა აცხადებს მზადყოფნას იმისა, რომ გააგრძელოს ეს პროექტები და კიდევ უფრო გააღრმავოს. კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა უსურვო ამ გზაზე.